სწორად გამოიცანით, მეგობრებო, დღეს არის 18 მარტი და დღეს არის საქართველოს რუმინეთის თამაში. მოკლედ, ჩვენ ვართ აქ, ჩვენ შევართ შიგნით სტადიონზე, აი ამითი. და ვნახავთ ყველაფერს ახლოდან. წავედით. მედია საიდან უნდა შევიდე? თანშოლე მარტო ფორმულა. ესეც ასე მეგობრებო, შემოვედით. ეხლა შევა სტადიონისკენ, ნახავ რა სიტუაციაა და შემდეგ დაიწყება თამაში. შევიდეთ პრეს-ცენტრის ოთახში, ავიღოთ შესაბამისი მაისური და გავეშუროთ სტადიონისკენ. ნახან შენ? არა მიშოს, გამარჯობა. ანელია გიო. ესეც მეორე კამერა, რაც იქნება რეალურად ზუმისთვის განკუთვნილი. და ნუ წესია, ეს აუცილებლად უნდა გადავიცვო. უკუღმა ხოლმე ჩავიცვო. ოკეი. ჩავედი სტადიონისკენ. სულ მალე დაახლოებით 20 წუთში დაიწყება მატჩი. უნდა აღნიშნოთ მეგობრებო, რომ დღეს არ თამაშობს მერაბ შარიქაძე თამების გამო სამწუხაროდ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ბუკას გარეშეთ ბიჭები ძალიან შემართებით და გემრიელად ითამაშებენ. როგორ გიგიქოთ და მოკლედ მეგობრებო, ვინც არიცით გეტყვით რატო არის ეს თამაში ჩვენთვის პრინციპული და აუცილებლად უნდა მოვიგოთ აუცილებლად. ეს თამაში არის ანთიმოზ ივერგიევის სახელობის თასი. ანთიმოზ ივერგიევზე გეტყვით ორი სიტყვით, ის იყო ქართველი წმინდანი, რომელიც მოღვაწეობდა რუმინეთში. შესაბამისად, ჩვენთვის ორივე ქვეყნისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს თასი ანუ ამ თამაშიდან დარჩეს ჩვენთან ქვეყანაში. რამდენიმე წლის განმავლობაში გადაბმულად ეს თასი იყო ჩვენი, იმიტომ რომ ყოველ წელს რუმინეთს ვამარცხებდით, თუმცა შარშალთან თამაშზე ისე გამოვიდა, რომ რეალურად მოვიგეს და თასი წაიღეს რუმინეთში. წელს კი გვაქვს შანსი, რომ მოვიგოთ და აუცილებლად მოვიგებთ ალბათ და დავტოვოთ ეს თასი ისევ ქვეყანაში. როგორც კადრებში თქვენ ნახეთ, როცა თასს უღებდი, იქ კარგად ჩანს საქართველოს მოგებების რაოდენობა, რეალურად 80% თამაშების საქართველოს აქვს მოგებული. შესაბამისად, წინ დიდი გამარჯვება გვაქვს და აუცილებლად უნდა მოვიგოთ. რეალურად ძველი თამაშის გადამგები პრუ გამოიყურება ესე. შემოპარულია უეცერი. აი მიზანა. კარგად, რამდენიანია? 400. ოჰო. აი გემრიელად გამოიყურება. ზომის მიხედვით მივხვდებით ესე. აი სათამაშოა. ნამდვილად. თან სტადიონზე მაგრა გამოგადგება ეხა აკრას. ეგა რა თქმა უნდა.
ჯარიმა მეგობრებო, 3 ქულა ჩვენს ანგარიშზე. მეგობრებო, ანგარიშია 10-3 ჩვენ სასარგებლოდ, რა თქმა უნდა. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის. ბოლო შეკინებაც ძალიან საინტერესო იყო. და ნუ რა ვიცი, აქეთ ხარ ეს ფოტოგრაფები და ვიდეოგრაფები მუშაობენ ესეთ რეჟიმში. ზოგი ელოდება ლამაზ აზრის, ზოგი ფოტოებს აგზავნის ექსპრომტად ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ესეთ სიტუაციებში მალე მასალის გაშვება შესაბამისად ლეპტოპით სტადიონზე მუშაობა ძალიან ჩვეულებრივია ფოტოგრაფებისა და ვიდეოგრაფებისთვის, ვინც სპორტს იღებენ ზოგადად. ალბათ ვინც ვისაც ქონია ამ თემასთან შეხება, იცით რომ საქართველოში აეროპორტებში და საერთაშორისო სტადიონებზე არ არის შესაძლებელი დრონის ფრენა. No-fly ზონა არის ქარხნულად წარმოებისგან და შესაბამისად ვერ დაფრინავს უბრალო მომხმარებელი. თუმცა ძალიან კარგი გამოსავალია ამ შემთხვევაში cable cam-ი, რომელიც ეხა ამ სტადიონზეც გამოიყენება აი ამ გადამცემით. უკავშირდება პირდაპირ აი კამერას. გაჭიმული არის დიდი ძლიერი თოკი თავიდან ბოლომდე და დაკიდულია იქით ხეებად. ხოლო დაკიდულია მოკლედ ეს კამერა და დადის რეალურად დრონის მოვალეობას ასრულებს, რაც ძალიან მაგარ კადრებს ქმნის და ალბათ მალე ნახავთ ამ კადრებსაც. ეს 14 ნომერი არის მაგარი კაცი რა, ტონგელია. იმენა ტონგელია რა, ვიზუალურად და ფორმით და ზომი. მოკლედ პირველი ტაიმი მორჩა მეგობრებო. ესეთი სიტუაციაა, რომ ანგარიში არის 10-6 რო არ შემეშალოს. 10-6-ია ანგარიში და მართალია ვიგებთ, მაგრამ საკმაოდ არიან შეტევაზე მინიმუმ 50%-ით. ისინი 50%-ით დროის განმავლობაში ისინი იყვნენ შეტევაზე. შეიძლება ცოტა მეტიც, მაგრამ მიუხედავად ერთად ვიმეორებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშით ჩვენ ვასწრებთ, საკმაოდ ძლიერი მეტოქეები არიან. და საერთოდ არ ვფიქრობ, რომ არ არის შესაძლებელი რომ მოვიგებთ, თუმცა აუცილებლად ჩვენ მოვიგებთ მაინც. ვინ დავინახე ჩვენი დაზიანებული მერაბ შარიფაძე. როგორ ხარ? გამარჯობა. შენს და კამერასაც. როგორ ხარ? გაიგეთ ოპერაცია? ვერ გავეკეთე მაინც. ხო, მოვიწია. ახლა დეშია ბიჭო. რამდენი ხანი უნდა რეაბილიტაციაზე? ხო, ფუშტო ახლა. 6 თვის მერე ითამაშე? 6 თვის მერე წესი უნდა ვითამაშო. შეიძლება კიდე გასუნება. შეიძლება 7-მდე ავიდეთ, მაგრამ იმედი მაქვს 6 საყარეს. ოკეი, პროგრამები. ჯერჯერობით ტაქტიკულად კარგად გეთამაშებია. ერთ-ერთი პონტი ეგა აქვს, რომ აქეთ ჩავკეტონ და კარგად აკეთებენ, მაგრამ იმედია მეორე ნახევარში. ხო, 6 თვის ზუსტად ანგარიში ფიჯობით, მაგრამ საკმაოდ საკაიფად არის. აქეთ გეთამაშებია ჩვენ მოედანზე და მაგრამ ეს ბუკას კომენტარი იმედი მაქვს, რომ ძალიან კარგად იქნება. იმიტომ რომ აგრეთ წინაზე რო ვიყავით ფრანკფურტში თამაშზე, ამბობდა რომ საოპერაციო იყო და იმედი ქონდა რომ გადარჩებოდა, მაგრამ მოუწია მაინც ოპერაცია როგორც ჩანს. ოკეი, ეხლა თეო მაინტერესებს, სად არის სადღაც აქციის, მაგრამ ამ ხალხში როგორ გინდა რომ იპოვო. დავინახავე ხოლმე და მირეკავენ და აი აქ გავარ და აი ძალიან რთულია ამდენი ადამიანში მოძებნო და მოდი დაურეკოთ. Hey Siri, call my wife. Hospital, მოვიგებ. მოვიგებ ხა.
ჭობენ მეგობრებო, ჭობენ იქნება და რამენაირად დახვეწონ, მაგრამ რაღაცა მეეჭვება რომ რამე შეცვალო. გავიდან! დასრულდა მეგობრებო. და როგორც უწინასწარმეტყველეთ, მოვიგეთ, გავიმარჯვეთ. 25-12 და ფასი დარჩება ჩვენთან. ანტიმოზილერიის ფასი დარჩება ჩვენთან საქართველოში. როგორ ხარ? ცოტა დარდომი, ცოტა ისინი ჩვენებია. ყველაზე აისები Man of the match უნდა დავაჯილდო. მაგარია, მომა. გოლ, ნახავ. ეხლა კი მეგობრებო, სტადიონზე შემოვლა, რომელიც ტრადიციაა ჩვენი მორაგბეების. ამ შემოვლით მორაგბეები მადლობას უხდიან მაყურებლებს, თითოეულ კუთხეში მიდიან და მადლობას უხდიან გულშემატკივრობით მაყურებელს. გილოცავ, დავახარ რა. რავი, არა მითხავს. მეგობრებო, ესეთი ამბავი დაგემშვიდობები, ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, ყველას გილოცავთ გამარჯვებას. არ დაგავიწყდეთ აუცილებლად გამოვხევით, დამაფოლოვეთ Instagram-ზე, გამოიწერეთ ჩემი ჩენელი, წარმატებები, დროებით.